სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ჩვენ ქრისტიანებმა ბევრი რამ ვიცით და ვიცით ჩვენი სარწმუნოებიდან გამომდინარე. რწმენამ უაღრესად გაამდიდრა ჩვენი შემეცნების უნარი. ჩვენ ვიცით, სარწმუნოებული ვართ იმდენად, რომ სიცოცხლეს ვუძღვნით და მრავალი ჩვენგანი ვინიცის მოწამეობრივ აღსასრულზეც კი თანახმა იქნება და ეს არის სწორედ ქრისტიანობა. ქრისტეს ერთგულებისათვის. იმდენად ვიცით, დანამდვილებით, განცდით, გამოცდილებით, შეგრძნებითად, როგორია ღმერთი და რა გააკეთა მან ჩვენთვის. მეორე მხრივ, ჩვენ დაცემული ბუნება გვაქვს, ეს ბუნება არის იმგვარი, რომ მას ღმერთთან ყოფნა არც უნდა და არც შეუძლია. ანტინომიას ატარებს ადამიანის საკუთარ თავში. ეს ცალკე პარადოქსია და სარწმუნოებრივ ღირებულებას კიდევ უფრო მეტ ფასს შესძენს. არაფერი არ არის შენში, რომელსაც უნდოდეს ღმერთი. არაფერია შენში, რომელსაც შეეძლოს ღმერთთან ყოფნა და შენ მაინც გინდა და შენთან იცი რომ ის არის. ჩვენ ვიცით რომ ღმერთი ცოცხალია. ჩვენ ისიც ვიცით რომ მას ჩვენი ესმის და არა მარტო ესმის, არამედ გვიყურებს, გვხედავს, ზრუნავს და ვუყვარვართ. ერთ-ერთი რაც ჩვენ გვებრძვის ხოლმე, თქვენ იცით, გამოგიცდიათ, როდესაც ადამიანს განსასწრელი აქვს. პირველი რა მოდის, რა განცდა? ღმერთ ჩემი არ ესმის. ღმერთმა მიმატოვა, არსებობს უკიდურესი ფორმები, როცა ადამიანს რწმენაც ეკარგება, იმიტომ რომ რწმენა ჩვენში ღმერთის მადლის მყოფობაა, ეს მადლისმიერი მდგომარეობაა და არა უბრალოდ რაღაც მექანიკური ან ინტელექტუალური მიხვედრილობა. კავშირი იკარგება ღმერთთან, ეჭვგვეპარება რომ მას ჩვენი ესმის. მეორე მხრივ, როცა შენ გული გიდასტურებს, რომ მას შენი ესმის, ეს ცალკე რაღაც განსაკუთრებული მდგომარეობაა, იმიტომ რომ იაზრებ ვის ეუბნების სიტყვას, რომელსაც ეს ესმის, ეს ცალკე განცვიფრებაში გაგდებს მადლიერების სურვილს გიჩენს. დიახ, ჩვენ გვწამს ცოცხალი ღმერთი. არა უბრალოდ ცოცხალი ღმერთი გვწამს, რომელიც თავისთვის არის და ჩვენთვის, ის იმდენად შორს არის ყოველგვარი ქმნილებისგან, რომ ის ქმნილებაში ესე პირდაპირ არც კი იძებნება, მოდი ესე ვთქვათ, ვერსად ვერ იპოვი ღმერთს. ამიტომ არიან ათეისტები გარკვეულად მართლები ბჭყალებში. გაიხედ, გამოიხედეს, ვერ ნახეს და თქვენს რომ ღმერთი არ არის. თუმცა ადამიანი იმდენად მოაზროვნეა, რომ მან უნდა იცოდეს, რომ ის, ვინც სივრცისა და დროის და მატერიის შემოქმედია, თავად არც სივრცე იქნება, არც მატერია და არც დრო და შე რომ მხოლოდ სივრცესა, დროსა და მატერიაში ეძებ, იმას რაც სივრცე და დრო მატერია არ არის, როგორ იპოვი? ეგება სხვანაირად უნდა მოიძებნოს ღმერთი. აგრეთვე ის, რაც მხოლოდ ქრისტიანებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი მოვიდა ჩვენთან. ეს არის ჩვენი რწმენა. ვისაც ეს რწმენა აქვს, ის არის ქრისტიანი. ვისაც ამაში ეჭვეპარება, ის ქრისტიანი არ არის. იგი მოვიდა ჩვენთან იმისათვის, რომ ჩვენ გაგვაერთიანოს და შევპყრიბოს როგორც შვილები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ადამიანის გენეტიკური მემკვიდრენი ვართ, რომელმაც ღმერთს უღალატა თავის დროზე და მისნაირი ბუნება გაგვიხდა, ანუ უუნარო ღმერთთან ყოფობისა, იგი მოდის ჩვენ შესაკრებად. მოდის რა ჩვენთან, ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს ყოფიერებას, ჩვენს ღვთაებრივ უნარებს, როგორიც არის პიროვნულობა, როგორიც არის მოაზროვნეობა, როგორიც არის თავისუფლება, ღირებულებას ანიჭებს, აზრს აძლევს, პერსპექტივას ანიჭებს ასევე. თორე სხვაგვარად ეს რაში ჭირდება? ახლა ცხოველს თავისუფლება, ან მოაზროვნეობა, ან პიროვნულობა, როგორც დარვინს კითხა ერთმა მეგობარმა, სოფხედელობაში გარკვეული თანმიმდევრობა და ლოგიკა არისო, მაგრამ ერთ რამეს ვერ ხვდებიო, მაიმუნსო, რაში ჭირდებოდაო ფილოსოფოსის ტვინი. არ ჭირდება ცხოველს, არც მოაზროვნება ჭირდება, ანუ ფილოსოფიური აზროვნება იგულისხმება, ანალიტიკური აზროვნება. არც პიროვნულობა, ადამიანთა უდიდესმა უმრავლესობამ არც კიცის რა არის და ინდივიდუალიზმი პიროვნულობა გონია და თავისუფლება ხო არ ჭირდება, იმიტომ რომ და თავისუფლება ადამიანს ჭირდება თავისუფლება. ადამიანმა თავისუფლებისაგან რაღაც კარიკატურა გააკეთა და უკეთეს შემთხვევაში რაღაცისაგან გაქცევას თავისუფლებას უწოდებს, მაგრამ ასე ცხოველიც გაურბის რაღაცას. უკეთესის არჩევას თავისუფლებას უწოდებს, მაგრამ ცხოველიც აკეთებს, რომ ერთ საჭმელს მეორე საჭმელი ურჩევნია. ადამიანს რაში ჭირდებოდა? აი ლუარსაბ თათქარიძეს გადავეკიდი ამ კაცს, რას ვერ ჩოდო. რაში ჭირდებოდა ლუარსაბს თავისუფლება, რომ საჭმელები გაერჩია ერთმანეთისგან? კითხვა რომ დავსვათ, ხო, რა საინტერესოა? აი რაში მჭირდება თავისუფლება? რას ვერ ვაკეთებ მე თავისუფლების გარეშე? ყველაფერსაც კარგად ვაკეთებ თავისუფლების გარეშე. პირიქით, შემტკბარი მაგ მონობა, როცა ვემონები ჩემს ქვენაგრძნობებს და პირუტყვი ხვდები, ან დემონურ მიდრეკილებებს, ან რაღაცა მისწრაფებებს, კარიერის მიიქნება ეს თუ რა ვიცი, პატივმოყვარეობა და ამ შემდეგ. ვემონები და მონობით ვტკბები. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ღმერთი ვერ იცნეს რა იყო?
მონური სული ქონდა და უფალი ეუბნება თქვენ მონები ხართ და ისინი აპროტესტებდნენ, რატომ ეს სიტყვა არავის არ მოსწონს, მაგრამ ადამიანს თავისუფლება რაში ჭირდება? თუ ადამიანს კავშირი არ აქვს მასთან, ვინც არის ყოფიერების შემოქმედი და აბსოლუტურად და ერთადერთი თავისუფალი, თუ ადამიანს კავშირი არ აქვს მასთან, მას ადამიანს თავისუფლება არაფერშიც არ ასჭირდება. კომფორტს იწყობს ადამიანი თავის ინდივიდუალიზმს, თავის ეგოიზმს კომფორტს უგვარებს და ამას თავისუფლებას უწოდებს და ეს არ არის თავისუფლება. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ გვწამს ცოცხალი ღმერთი, რომელიც ადამიანად მოვიდა, ჩვენ გვწამს ისიც, როგორც წეღანავს თქვი, რომ მან დაგვიძახა ყველას ერთად და გვითხრა მოდით, აი ჯვარზე ხელებიც იმიტომ გაშალა, ეს ერთგვარი სიმბოლური ჟესტი იყო. და უფალი კერ ვიგონებს სახარებაში წერია, როცა ამაღლდები, ყველას მოგიწოდებთ, ანუ ამაღლებაში ჯვარცმა იგულისხმება, ყველას მოგიწოდებთ. დასტურად გვაძლევთ, რა შემთხვევაში ვართ ჩვენ მისნი, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ერთმანეთი გვეყარება, ანუ მართლა ერთად ვართ, ანუ ჩვენ რაღაცა ერთ ტრანსპორტში, მეტროს ვაგონში შეკრებილი ადამიანები კი არა ვართ, არამედ მართლა გვიყვარს მართლა ერთად ვართ, არა ფიზიკურად, არამედ შინაგანად, თუ იმით იცნობე, რომ ჩემები ხართ, თუ გეყარებათ ერთმანეთ. ეს არის ეკლესია ზუსტად. ეკლესიის ერთ-ერთი მახასიათებელი უпростоრად, რომ ჩვენ ადამიანებს ერთმანეთი გვიყვარს. საერთოდ სამყარო შეიქმნა როგორც პოტენციური ეკლესია. პირველი ადამი და ევა როგორც პოტენციური ეკლესია, მათი შვილებიც ასევე და ასია დღემდე. ანგელოზებთან ერთად სხვათა შორის. ყოველი გონიერი ქმნილება შეიქმნა როგორც ერთი ეკლესია. და საბოლოო ჯამში ესეც არის, როგორც პავლე მოციქული ამბობს, თავის თავში შეკრებს ქრისტე ყოველივეს, ხილულს თუ არახილულს, მატერიალურს თუ არამატერიალურს და იმ გონიერ არსებებს, რომლებსაც უნდათ აი ამ სიყვარულში მყოფობა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი მოვიდა ყველასთვის და ღმერთმა ეკლესიად შექმნა მთელი სამყარო, იმ ადამიანთა კრებულად, იმ გონიერ არსებათა კრებულად, უпростоრად რომლებსაც ღმერთი უნდათ და უყვართ და შესაბამისად მე ერთმანეთიც. იმიტომ რომ ღმერთი მინდა მიყვარს, მე მისნაირი უნდა ვიყო, მისი თვისებების მქონე და თუ მისი თვისებების მქონე ვარ, მაშინ მე მისი შვილი უნდა მიყვარდეს, გონიერი არსება ასევე სხვა ადამიანი. და მიუხედავად ღმერთმა, რომ აი ესე ეკლესიად შეგვქმნა, თითოეული ჩვენგანის პიროვნულობა და თავისუფლება არ არის დეტერმინირებული აი ამ ერთობაში. აი ლამაზი შენობა რო წარმოიდგინოთ, ხო, ეს საოცარი ჰარმონია, არქიტექტურული შედევრი. და ბუნებრივია, რომ არქიტექტურული შედევრი შექმნილია იქ აგურებით თუ ქვებით და ერთი მთლიანობაა ეს. მაგრამ თითოეული მათგანი, მიუხედავად იმისა, რომ ამ მთლიანის ნაწილია თავისთავად, ის არ ატარებს იმ ღირებულებას, რასაც მთლიანად ატარებს ეს შენობა. ეს შენობა შედევრია და საოცრებაა და ეს ქვა თავისთავად ქვა, მეტი არაფერი. როგორც საბოლოო ჯამში წინსრებით ვამბობ და თქვენ იცით, ეკლესია ქრისტეს მისტიკური სხეულია, იმიტომ რომ ადამიანად მოსულმა ღმერთმა შეიერთოს ეს ყველაფერი თავის თავში და ის თავისთავად ღირებულებაა, დიდებულებაა, მაგრამ თითოეული წევრი ასევე ღირებულებაა ტოლფასი მთლიანისა. აი ეს არის საოცრება ზუსტად. ერთი უდრის ყველას ერთად, ყველანი ერთად უდრის ერთს, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი თავისთავად არის ტაძარი და სრულქმნილება, იმდენად სრულქმნილება, რომ მასში შესაძლებელია, მან შეიძლება დაიტიოს მთელი ღმერთი, იოანეს სახარებაში უფალი პირდაპირ გვეუბნება, რომ ყოვლადწმინდა სამება ღმერთი მკვიდრდება ჩვენში. და ერთი ადამიანიც რომ დარჩეს ქრისტეს ერთგული და ყველამ რომ უარყოს ქრისტე, აი 8 მილიარდი კაცია თუ 9 მილიარდი, ყველამ უარყო ქრისტე, ერთი დარჩა მარტო ერთგული. მთელი ეკლესიის სისავსე იქნება ის ერთი ადამიანი. ეხლა მივადექით რას, რომ ერთის მხრივ ღმერთმა ეკლესიად შექმნა სამყარო და მეორეს მხრივ თითოეულ ადამიანს. ეს აუცილებელია, რომ ერთად ვიყოთ. ეს არის ადამიანის ონტოლოგია, ანუ არსება, ეგეთია, არ შეიძლება. ღმერთი არის მრავალპიროვნული ერთარსება. კაცობრიობა არის, ეკლესია არის მრავალპიროვნული და ერთარსება. ისევე როგორც ყოვლადწმინდა სამება ღმერთში, მართალია ღმერთი ერთარსებაა და სამპიროვნული და სამი მარადიულად ერთად არის. მართალია ეს ასეა, მაგრამ მეორეს მხრივ, თითოეული პიროვნება ყოვლადწმინდა სამებისა მესამედი ღმერთი კი არ არის, მთლიანი ღმერთია. ანუ მამა არ არის მესამედი ღმერთი, ან ძე არ არის მესამედი ღმერთი, ან სულიწმინდა ღმერთი არ არის მესამედი ღმერთი. მამა სრული ღმერთია, ძე სრული ღმერთია, სულიწმინდა სრული ღმერთია. ლოგიკურად ძნელი გასაგებია, რა თქმა უნდა. მაგრამ ვინ თქვა, რომ მიწიერი ლოგიკა უნდა ტრანსცენდენტულ ყოფიერებას მოერგოს? ვინ თქვა, რომ ხორციელმა თვალმა შეუქმნელი ნათელი უნდა დაინახოს, საიდან ვასკვნით ჩვენ ამას? ვინ თქვა, რომ ხორციელმა ყურმა ანგელოსთა გალობა უნდა გაიგონოს, საიდან ვასკვნით ამას? ეს მატერიისათვის გამოსადეგარი ინსტრუმენტალები. ასევეა ზუსტად კაცობრიობაც, ეკლესიაც, ანუ ერთობა ადამიანების
ცოცხალი ღმერთის ერთობა. ყველანი ერთად ძალიან მნიშვნელოვანი ვარ და ქრისტეს მისტიკურ სხეულს წარმოვადგეთ, მაგრამ თითოეული ადამიანი ცალკე ქრისტეს მისტიკური სხეულია, ცალკე ისეთი, რომ მაშინ მთელი ღმერთი მკვიდრდება. რამას რატო უსვავ ხას? იმიტომ რომ ადამიანი ხანდახან იკარგება ერთიანობაში, იკარგება რაღაც გლობალურ მოვლენებში, სოციუმში. თვითონ აწყობს ესე. ურჩევნია დეტერმინირებული იყოს ვიდრე თავისუფალი, და თავისუფალ ადამიანს პასუხისგებლობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთობაში ხართ, შენი პასუხისგებლობა გაქვს. დიდგორის ომი მოვიგეთ, მაგრამ თითოეულ ჯარისკაცს პირადი უდიდესი პასუხისგებლობა ჰქონდა თვლის დონეზე. აი 200 კაცი რო შევიდა, თითოეულს თავის პასუხისგებლობა ჰქონდა. ვერცეთი ვერ გამოაკლდებოდა იქიდან. თითოეული ჩვენგანი უდიდესი პასუხისგებლობით არის დატვირთული და ის რომ ეკლესიაში ვარ და ხო შეგვქונה ეკლესიად. მაგრამ ღმერთი მოდის თითოეულ კონკრეტულ ადამიანთან. ჩემთანაც მოდის, შენთანაც, მაგრამ ჩემთან მოდის, ცალკე და შენთან მოდის. გახსოვთ ძველ აღთქმაში განსაცვიფრებელი სიტყვები ღმერთისა. მე ვარ ღმერთი აბრაამისი, მე ვარ ღმერთი ისააკისა, მე ვარ ღმერთი იაკობისა. ზოგადად ღმერთი ხო არის ღმერთი, მაგრამ ამბობს აბრაამის, ისააკის, იაკობის და ასე შემდეგ გავაგრძელოთ თქვენი სახელები თითოეული თქვენგანის. მე აბრაამთან კიდე დამატებით აღთქმას დებს, აქტუალიზირებას ახდენს იმ ძველი აღთქმისა. აბრაამთან ცალკე კიდე აღთქმას დებს და მე ახალ აღთქმაში აბრაამის მსგავსად თითოეულ ადამიანთან დებს აღთქმას, რომელიც ყოველთვის მეორდება ლიტურგიის დროს. სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა თითოეულ თქვენგანთან დადებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თითოეულ ჩვენგანს უდიდესი პასუხისგებლობა ეკისრება აი ამ ორი მიმართულებით. თითოეული ჩვენგანის ვალდებულება ნიჭის შესაბამისად, რომელი ნიჭიც მას ღმერთმა მისცა, იზრუნოს ქრისტეს სხეულის აღშენებლობაზე, ამას პავლე მოციქული ხაზს უსვავს და მეორე თითოეულ ადამიანს აქვს პასუხისგებლობა საკუთარი თავის გადარჩენისა, როგორც ღვთის ტაძარი. თუ მან საკუთარი თავი ღვთის ტაძრად არ გადაარჩინა, მას არ შეუძლია ეკლესიის, ანუ ქრისტეს მისტიკური სხეულის აღშენებლობაში როლი შეასრულოს ღირსეული. როგორ შეიძლება იზრუნო ოჯახზე, თუ შენ ოჯახის წევრად არ ვარ გიხარ? როგორ შეიძლება იზრუნო სამშობლოზე, როცა შენ თავად რიგით ქართველად არ ვარ გიხარ? როგორ შეიძლება შენ იზრუნო ეკლესიაზე, როცა რიგით ქრისტიანად არ ვარ გიხარ? ანუ ეს ორივე ერთდროულად გათავისებული უნდა კონდეს ადამიანს. იწყება პერიოდი, რომელსაც მარხვისათვის მოსამზადებელი პერიოდი ქვია. სასურველია, რომ ყოველთვის მოხვიდეთ წირვაზე და მოისმინოთ ეს სახარება, თქვენ სახარებას ისედაც უნდა კითხულობდეთ. ეკლესია ცდილობს, რომ ჩვენი ცნობიერება იმგვარად შეცვალოს, სინამდვილე ხოცვლილებაა ჩვენი, შეცვლილი ცნობიერებით უფრო იოლად მივიახლოთ იმ დიდებულ დღესასწაულს, რომელსაც ქვია აღდგომის დღესასწაული, იმიტომ რომ აღდგომის დღესასწაული მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი, თუ ის ჩვენთვის პირადად გახდება მნიშვნელოვანი, ანუ თუ ჩვენი გული იქნება განცდელი კვდეთით აღდგარი მაცხოვრისა, თუ ჩვენი გული მონაწილე არ იქნება დღესასწაულად ჩაევლის და შენ გვერდზე დარჩები. ამას სჭირდება განსაკუთრებული ხედვა სამყაროსი ყოფიერებისა, სოციუმისა, თითოეული ადამიანისა, მოყვაცისა, დეფინიცია რა არის ღირებულება, რა არ არის ღირებულება, რა არის სწორი, რა არ არის სწორი, რა არის მართალი, რა არის ტყუილი, რა არის სიკეთე, რა არის ბოროტება, დაცემულ ადამიანს ყველაფერი აღრეული აქვს თავში. ეს საკითხავები ცნობიერების გასწორებას ემსახურება. ზაქე იყო იმ ქალაქში, რა ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადამიანი. მოძულებული, სამშობლოს მოღალატე, ხალხის ხარჯზე უკანონოდ დამპყრობელი რომაელის კანონების დარღვევითაც კი უკანონოდ გამდიდრებული. იმათაც კი ატყვილებდა, სავისიანებსაც ძარცვავდა და ასე შემდეგ. აი ეს არის ზაქე, მეზვარე. ესეთი იყო მეზვარე მაშინ რომის იმპერიაში. როცა ჩვენ საუბრობთ ვინმე ცოდვილზე სახარებაში, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ესე შევხედოთ შორიდან, როგორ სპექტაკლში უყურებ ვიღაც ბოროტ მოქმედს. ამ ფილმში, აი, რაღაცა ბოროტი მოქმედი პირი. როცა ვინმე ცოდვილზეა საუბარი, ან რაიმე ცოდვაზე, უნდა დავინახო ჩემი თავი. მე ხომ არა. აი როგორც უფალი რო ამბობს, ერთ-ერთი თქვენგანი გამცემს მე, მოციქულები რას ამბობენ ამ დროს? მე ხომ არა, ნუ უკვე მე ხო არა, მე ხო არა. კითხულობ ზაქეზე, მე ხო არა ვარ ეს ზაქე. კითხულობ იუდას ღალაძე, მე ხო არა ვარ იუდა. კითხულობ პეტრეს სულმოკლეობაზე, რომ აკაც არ ვისნოფო ქრისტეზე რო ამბობს, მე ხო არა ვარ პეტრე. მე ხომ არა ვარ, ამისთვის წერია ეს ყველაფერი აქ. იმიტომ რომ თითოეულ ადამიანში არის ყველაფერი. აი თუ სამყაროში ვიღაცას რაღაცა საშინელი უკეთურება, მანიაკალური რაღაცა უბედურება ჩაუდენია,
იცოდეთ, რომ ის უბედურება ჩვენშიც არის, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ბუნება გვაქვს. ესე ხედავს ქრისტიანის სამყაროს. ეს არის ქრისტიანის ხედვა. ამიტომაც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ სუსი განკითხვა, ეს აბსოლუტური გაუგებრობა. ქრისტიანი სხვებს არ განიკითხავს. ჩვენ განმიკითხავთ ყოველთვის. ამიტომ თლად კაი ქრისტიანები არა ვართ. ვერ ნახავ უბედურებას სხვაში, რომელიც შენში არ იყოს. ვერ ხედავ. ეგეც ცალკე პრობლემაა. ამიტომ როცა ზაქეზე ვსაუბრობთ, ამ ცუდ კაცზე, რომელიც აღმოჩნდა, რომ უფლისათვის ყველაზე მისაღები იყო, კითხვა ხო ჩდება, ესე იგი ეს ყველაზე ცუდი თუა და უფალმა მიიღო. მე რა უფლება მაქვს ჩემს გვერდზე, რომ დიაგნოზ დაუსვამ, ცუდი ხარო, საბოლოოდ განაჩენი გამოუტანდო, როცა უფალი ქალაქში ყველაზე ცუდ კაცს იღებს და უპირატესობას ანიჭებს. ეგ ერთი და მეორე, ეს ცუდი კაცი მე ვარ და შესაბამისად მე იმედი მაქვს, როგორც ის ცუდი კაცი თავის ძროზე ზაქე მიიღო უფალმა და თავის მოწაფე გახადა, ეგება მეც არ მიმატოვოს და მეც ზაქესავით ცუდი კაცი უფალმა შემიწყნაროს და თავის წიაღში მიმიღოს. ოღონ ამისათვის საჭიროა რომ მოხდეს ის ჩემთან, რაც მოხდა ზაქესთან და რა მოხდა ზაქესთან. გახსოვთ რომ უფალი რომ მოდის, ეს ლუკას სახარებაში აღწერილი, პირველ რიგში რასაც აკეთებს ის ცნობილი კაცია, მდიდარი, არ უყვართ, მაგრამ ეშინე. ხო როგორც ხდება ხოლმე რა, ვიღაცას ალაუფლების მდიდარი კაცი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ესეთი პატივსაცემი თანამდებობის კაცია, ქრისტე როდისო უთხრეს და ეგება დავინახო ვინ არისო და ისეთ რამეს აკეთებს, რასაც თანამდებობის პირი არ უნდა კადრულობდეს. ხეზე აძრება უცებ სწრაფ-სწრაფად. რა თქმა უნდა, დასაცინო ობიექტად შეიქმნებოდა გულში, პირდაპირ ვინ გაუბედავდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გოროზი უნდა იყოს, ეს გოროზი არ არის. ცოდვაში გაამპარტავნებული მაინც ვერ არის. ანუ რაღაც შენარჩუნებული აქვს, რაღაც ხელმოსაკიდი სიკეთისა, რომელსაც ქვია სიმდაბლის ჩანასახი აქვს ამ ადამიანს. ამ დროს შეიძლება ადამიანი იყოს აბსოლუტურად ზნეობრივი, კარგი მოქალაქე და ის ჩანასახიც არ ქონდეს სიმდაბლისა და ასეთი ადამიანი უარესია ცოდვილ ადამიანზე და ასეთები იყვნენ ზუსტად ის პატივსაცემი წიგნობრები და ფარისევლები, რომლებიც ძალიან პატივსაცემი იყვნენ და ძალიან პატრიოტები და არც ესე იგი ოკუპანტებთან თანამშრომლობდნენ და არც ხარს პირდაპირ გაგებით არ ყოლიფავდნენ ესე, თუმცა იყო იქ რაღაცებიც მაინც, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ, პირდაპირ გაგებით ესე არა, მაგრამ მათ არ ქონდათ ის სიმდაბლის ჩანასახის და ამიტომ ქრისტე ვერ იცნეს. და ზაქემ იცნო. აი ეგ არის საოცრება. ეგ არის საიდუმლოება, სიმდაბლის საიდუმლოება. ამ შემთხვევაში ეს გამოვლინდა აქ ზაქესთან, რომ მას სიმდაბლის ჩანასახი ხეზე როგორ აძრებოდა თანამდებობის პირი. და ზუსტად ეს არის თავარი. აი რითი ვიცნო მე ქრისტე. რატო ვერ ცნობს ის ქრისტეს? კაი კაცია რაღაცა ვერ. აი ის არა აქვს, ის არის მთავარი. სიმდაბლის ჩანასახის გარეშე ადამიანს არ შეუძლია ქრისტეში ღმერთის დანახვა. მოვიდა ადგილს ამას, სადაც ზაქემ თავი დაიმდაბლა. სადაც თავს ვიმდაბლებთ, იქ მოდის უფალი. მოვიდა ადგილს ამას, სადაც ზაქემ თავი დაიმდაბლა, ანუ ხეზე ამძრალი. და იწყება კომუნიკაცია. მიხედა, ღმერთი გიყურებს, ჩვენ თავის დროზე ესე, ჩვენ ყველანი ზაქეები ვართ, უარესები ვართ. სადღაც რაღაც მომენტში ზაქე იმ მომენტში თავის თავდაბლობაზე კი არ ფიქრობდა, რაღაცა საბაბი მივეცით ღმერთს ჩვენც. აი ზაქემ საბაბი მისცა. რაღაცა საბაბი მივეცით ოდესღაც ეთყობა რაღაცა ღმერთს. ჩვენ არც კი ვიცით ეს რა და მადლობა ღმერთს არ ვიცით. იმიტომ რომ მე იმით დავიწყებდით ამ პარტავნებას, აი საბაბი მივეცი ღმერთს. ზაქეს მიხედა და ჩვენც მოგხედა უფალმა. და ის ჩვენ ცხოვრებაში რაღაცა წამი არის, როდესაც შენი გული რაღაცას გიდასტურებს, რომ ქრისტეს ღმერთობასთან დაკავშირებით. მიხედა და რქვა, ანუ იწყება კომუნიკაცია. ანუ ღმერთი იწყებს ადამიანის გულზეთ მუშაობას და ეს კომუნიკაცია პირველ რიგში რა შევლინდება? ისწრაფე და გარდამოხეთ. გარდამოხეთ, ანუ მოდი ჩემთან და თან სწრაფად. ჩვენ რომ მოვტრიალდებით ეკლესიაში და ჩვენ ზოგადად შემდგომშიც მე უკვე პერიოდულად ჩვენს გულს რო ღმერთი ეხება, არ შეიძლება ის გაატარო ესე პასიურად და ესე მოდუნებულად, იმიტომ რომ როდესაც ღმერთი მოგხედავს და გული გიდასტურებს, რომ ეს ღმერთია, უნდა სწრაფად ამოქმედდე იმ მიმართულებით, რასაც ღმერთი ქვია, იმიტომ რომ შეიძლება დაიკარგოს. და ეუბნება, რამე თუ დღეს სახლსა შინა, ჯერ არ ჩემი ყოფა. სახლი, ამ შემთხვევაში ჩვენთვის ჩვენი სახლი, სადაც ღმერთს შევხვდებით, ჩვენი გულია. ანუ ჩვენი ამ პარტავნების სიმაღლიდან უნდა ჩავიდეთ შიგნით გულში, სადაც შევხვდებით ჩვენ ღმერთს. სახლსა შინა, ჯერ არ ჩემი ყოფა. ანუ შენ სახლში უნდა ვიყო, ეს რაღაცა იმპერატიული ტონია, ჯერ არს, ანუ საჭიროა, უნდა ვიყო, აუცილებლად უნდა მოვიდე. ვალდებულების წინაშე მაყენებს. ჩადი თეოდორე, დაიმდაბლეს სიღრმეში ზემოთ, ნუ ყელყელაო ფესე, ჩადი. მე უნდა მოვიდე შენთან, ჯერ არს ჩემი ყოფა. ზაქე რას აკეთებს? ისწრაფა, ანუ ჩქარობს, ანუ არ გადადო.
ადამიანს მოუნდა ტაძარში წასვლა, რამდენია რომ მამოე რამდენიმე თვე მინდა რომ მოусულიყავი და როგორც იქნა მოვედი. რა თვე, კაცო? ამ საღამოს ცოცხალი თუ ვიქნებით არ ვიცი და შეიძლება თვეობით გადადო შენი გადარჩენის საკითხი? ისწრაფას აქემ, აი სწრაფი ეს. მეორეთ არის ეს სიტყვა გამოყენებული. გარდა მოხდა, ანუ ჩავიდა თავის დამდაბლების ადგილას და შეიყვანა როგორ სიხარულით. ადამიანის ქრისტიანობა სიხარულს უკავშირდება, სიხარულს. უნდა გიხაროდეთ და თუ არ გიხარიათ პრობლემა გაქვს. გიხაროდეთ წირვაზე, გიხაროდეთ ლოცვაზე, გიხაროდეთ სახარების კითხვისას, მამების კითხვისას, მოყვასთან ურთიერთობაში, ღმერთზე ფიქრი გახარებდეთ. ეს სიხარული სუნნათთან გდევდეთ და რქვამასი ეს დღეს იქმნა ცხოვრება ის ახლის ამის. აი ეს დღეს არის წამი, რომელიც პირდაპირ ბმაში ამ არადისობასთან. დღე, ანუ ეს არის წერტილი ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი, აი ამ გამფენილ ჩვენს ყოფიერებაში შემოვიდა რაღაც წერტილიდან, დროის რაღაც წერტილიდან. ამ წერტილში მოხდა გადაკვეთა მარადილ სიცოცხლესთან. ანუ ღმერთთან. და სხვა ტიპის სიცოცხლე განვიცადეთ. ეგ არის ზუსტად სხვა ტიპის სიცოცხლე რო განვიცადეთ, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას რომ არ მოვიდეთ. რომ არ ვილოცოთ, რომ ქრისტე არ ვეძებოთ, რომ არ ვიმარხულოთ, ვიცით რომ არსებობს მარადისობა, რომელიც ბოლომდე არ ვიცით რა არის, მაგრამ ჩვენ გამოცდილებით ვიცით. ეს არის ისტორიის დღეს. დღეს იქმნა ცხოვრება, დღეს იქმნა სიცოცხლე, სახლის ამის, ანუ ჩემი არსების სიცოცხლე დღეს იქმნა. რამე თუ ესეცა შვილი ა ブラ ამისი არის. ამ შემთხვევაში ჩემთვის რა არის მნიშვნელოვანი, როგორც თანამედროვე ზაქესთვის, მე მკვიდრეობითობის პრინციპი. მე ჰაერიდან კი არ მოვდივარ. ა ブラ ამის მემკვიდრე ვარ, ანუ აღთქმა, რომელიც იდებოდა ა ブラ ამთან დაიდო პირველად და მერე იაკობთან და მერე ისააკ, ანუ ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებმაც დაიწიეს ღმერთთან კომუნიკაცია. განსაკუთრებული ადამიანები არიან. აი ა ブラ ამი თავის თელ სამშობლოში განსაკუთრებული, მოსე განსაკუთრებული ადამიანი და ასევე წინასწარმეტყველნი განსაკუთრებული ადამიანები. ამ განსაკუთრებულ ადამიანთა რიგში ჩამაყენა ღმერთმა. ადამიანი, რომელიც იტევს ღმერთთან კომუნიკაციას, ღმერთი რო ეხება გულზე იგებს. აი ესეთი ადამიანები არიან ქრისტიანები. ესეთი იყო ა ブラ ამი, ესეთი იყო მოსე და ასე შემდეგ. ესეთი უნდა იყოს შენ, ანუ შენი გული უნდა იყოს ისეთი, რომელიც ღმერთის შეხებას გძნობს. ამიტომ არის ხაზგასმული შვილი ა ブラ ამისი. კი მაგრამ ცოდვილი რომ არის და ამ დროს მე ჩემ თავზე ვფიქრობ, მე რო ცოდვილი ვარ. და აი აქ არის სიტყვები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. რამე თუ მოვიდა ძეკაცისა მოძიებად და ცხოვრება წარწყმედულისა. ცოდვილს ვინჩივის, წარწყმედული. ანუ ეს უკვე განაჩენი გამოტანილი, უკვე გადაგდებული სადღაც, უკვე ჯოჯოხეთის მკვიდრი. ერთის მხრივ რომ თუ მე ცოდვილად გძნობ თავს, იმედი მეძლევა, მაგრამ მეორეა. რამდენად გძნობ მე ესე ცოდვილად თავს? მე ხო ჩემი თავი ცოტათი მომწონს. რა, წარწყმედული ვარ ახლა მე, მშვენიერი ადამიანი ვარ, მშვენიერი რელიგიური ცხოვრებაც მაქვს, არც ისე ცუდი ვარ, რამდენს ჯობი ვარ. ადამიანი ამის დეკლარირებას ესე ხო არ ახდენს, მაგრამ აბა ხებს რო რას ნიშნავს განკითხვა? იმას ჯობი ვარ, ეხლა იმას განვიკითხავ, იმასაც ჯობი ვარ, იმასაც ჯობი ვარ და ისე კაცი რომ დავფიქრდეთ, ხო, რომ დავფიქრდეთ. ჩვენ ყველას განვიკითხავთ, იმიტომ რომ ყველას ჯობი ვართ. და ამ დროს მეუბნება რომ მოვიდა ძეკაცისა, ანუ ღმერთი მოვიდა. ძეკაცისა, ეს ძეკაცისა, ეს არის აი ეს ძველი აღთქმისეული ტერმინი, რომელიც ნიშნავს ღმერთს, რომელიც იხილვება. მოვიდა ძეკაცისა, ვის მოსაძიებლად, ანუ ქრისტე მოვიდა, ვისთვის მოვიდა? ვისთვის მოკვდა ქრისტე ჯვარზე? მოძიებად, ანუ ეს შემოქმედებითი ურთიერთობის დასაწყისია ღმერთსა და ადამიანს შორის, სიცოცხლისათვის, არ რომ მოიძიოს, რომ აცოცხლოს, ვისი წარწყმედულის. თუ მე საკუთარი თავი რაღაცა მგონია და ვთვლი რომ არა ვარ წარწყმედული, მაშინ ქრისტე ჩემთვის არ მოსულა და ამას სხვა ადგილასაც ამბობს უფალი. მოვედი არა წოდებათ მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად. სიმდაბლე როგორც საკუთარი თავის ადეკვატური აღქმის აუცილებლობა, თუ არ აღიქვავ საკუთარ თავს ღმერთისაგან განდგომილად, გავარდნილად, წარწყმედულად და თუ ვერ ხვდები რომ იღუპები ღმერთის გარეშე, ქრისტეს როგორც ღმერთს ვერ ცნობ, თუნდაც მას რელიგიურად, სოფხედველობრივად, თეოლოგიურად, დოქტრინალურად აღიარებდე შენ პირად ღმერთად, რომელმაც შენ გადაგარჩინა, რომელიც ჯვარზე რო კვდებოდა, შენ იყავი გათვალისწინებული, მთელი სამყარო რომ მართალი ყოფილიყო, შენთვის მოვიდოდა პირადად, აი შენთვის მოვიდოდა პირადად და შენთვის მოკვდებოდა იმ საშნელი ტკივილებით ქრისტე. აი ეს არის ღმერთი შენთვის და ღმერთი ჩემთვის. ის ჩემთვის მოკვდა, გესმით? ჩემთვის მოკვდა.
პერსონალურად ჩემთვის მოკვდა. მაგრამ ამის რატო? იმიტომ რომ სხვანაირად მე ვერ გადავრჩებოდი. აი ამის ცნობა, ის კი არა რომ ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ჩვენთვის და ეკლესია დაარსა და მოვიდე რა სანთლები დავანთე და პირი გავაღე და სიწმინდე მივიღე, არა, აი ამის დანახვა, რომ ჩემთვის მოკვდი შენ უფალო. საიდან შემოდის ჩვენში ღვთისადმი სიყვარული? ჩვენ გვიყვარს იგი რამე თუ პირველად მან შეგვიყვარა იონე მოციქული ამბობს. მე რომ დავინახავ, მე რომ განვიცდი, რომ ჩემთვის მოკვდი, ჩემთვის ჯვარს ეცვი? აი აქედან ჩდება მე ჩემი მისდამი სიყვარული. ჩემთვის რომ მოკვდი ამას რა შემთხვევაში ვხედავ? როცა მე ვაცნობიერებ, რომ სად ვიყავი, წარწყმედული და საიდან ამომიყვანა. თუ ამის დანახვა არ ხდება საკუთარ თავში, თუ ჩემი თავი რაღაცა მგონია, მაშინ როგორც წესი ადამიანი იესო ქრისტეს პირად მხსნელად ვერ აღიქვავს. არ შეუძლია ამის აღქმა. ის უბრალოდ რაღაცა რელიგიური სისტემის მიმდევარი იქნება. მაგრამ როცა ადამიანი აი ამ სიღრმეს დაინახავს და საკუთარ თავში ამ ყოველივეს დეფიციტს აღმოაჩენს, მე ბუნებრივია კითხვა შდება, ვაიმე რა ვქნა თლად ბოლომდე ესე გაცნობიერებულად, იმიტომ რომ სულ განვიკითხავ ვიღაცებს, მე რომ ამას აღვიქვავდე, რომ ჩემთვის მოკვდი უფალო, სულ ცრემლად უნდა დავიღვარო და ესეც იყვნენ, აი წმინდა მამები, იგივე იოსებ ვატოპედოს რო ვკითხულობ, წირვა რო იწყებოდა, მამა ეფრემი ამბობს, ვატოპედის იღუმენი, როგორც კი წირვა იწყებოდა, ეგრევე ტირილს იწყებოდა და რო ვეკითხებოდით რატო წარმოიდგენდა, რომ ღმერთმა რა ქნა, რომ ადამიანად მოვიდა, ეგრევე ცრემლად იღვრებოდა და მე რატო არა ვარ ასე, რატომ არა ვარ ასე, რატომ არა ვარ ასე? ეს იგი რაღაც პრობლემა გვაქვს, ხო? როგორ კაცო, ეს იგი ჩემთვის და ჩემთვის ეთკინა ღმერთ galaktikები შემოქმეს და ესე გულარხეინად როგორ დავდივარ? რატო არ მაწუხებს ეს? რატო არ ვტირი? ესე იგი რაღაც პრობლემა მაქვს. რა ჩვენი საკეთებელია. აი როგორ ამბობს პავლე მოციქული. სიტყვა სარწმუნო. ეს სიტყვა სარწმუნო და ღირსია სრული შეწყნარებისა. რა სიტყვას გვეუბნება, რომელიც ღირსია შეწყნარებისა და სანდოას, ანუ სარწმუნოა. იმისთვის ვშრომობთ და ვიღწვით და ეგ უკვე წარმოჩენილია, რომ თურმე რამდენი გვაქვს საკეთებელი, შრომა, ღვაწლი, რომ ვესავთ, ანუ იმედი გვაქვს ცოცხალი ღმერთის, ანუ ჩვენ რომ ცოცხალ ღმერთთან კომუნიკაცია გქონდეს და ცოცხალი ღმერთისადმი იმედი რომ არსებობდეს, ძალიან ბევრი შრომა და ღვაწლი გვჭირდება, რომელიც მხსნელია, ანუ ცოცხალი ღმერთი მხსნელია ყველა ადამიანისა. უფრო მეტად კი მორწმუნისა და აი აქ ისევ ჩემ თავს უყურებ, რომ მორწმუნის მხსნელია, მორწმუნის ყველასია, მაგრამ მორწმუნე იღებს და ურწმუნო არ იღებს. ამიტომ წერია ეს მორწმუნის უფრო. ყველასთვის მოვიდა, მაგრამ მორწმუნე მიიღო და ვარ მორწმუნე თუ არა ვარ მორწმუნე. განვიცდი მას ისე როგორც უნდა განვიცდი. და რა გავაკეთო თუ ვერ განვიცდი და მე მახსენებს ნუგულებელ ყოფ. ეხლა ამას ტიმოთეს ეუნება, ტიმოთე კიდე ღვთისმსახურია, ამიტომ პირდაპირ გაგებით ეს სიტყვები მღვდლებს გვეკუთვნის, მაგრამ მეორე მხრივ რადგან თითოეული ადამიანი სამღვდელო დასია. პრინციპში ყველას ეკუთვნის. რო გვაწუხებს ეს ვარ მორწმუნე არა ვარ, როგორ ავქნა ნუგულებელს ყოფ შენში არსებულ ნიჭს. და რა ნიჭებია? ეს არის რწმენის ნიჭი, რომელიც მოგვეცა და ირონცხების დროს მოცემული ნიჭები, რომელიც უნდა აღორძინდეს. და ამას ჭირდება ზუსტად ეს შრომა, ანუ პრობლემა გვაქვს. მაგრამ მეორე მხრივ ნიჭები მოგცა ღმერთმა და თუ ჩვენ ვიშრომებთ, ეს ნიჭები იწყებს აღორძინებას. ვაკეთებთ იმას, ვისი გაკეთება ჩვენი თავით არ შეგვეძლო. ამიტომ გვერება ნუგულებელს ყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებით, ანუ აი ამ ცოდნით ღმერთი მოვიდა ადამიანად, ღმერთი გამოჩნდა ხორცით, დიდარს ღვთისმსახურების საიდუმლო ღმერთი გამოჩნდა ხორცით, ანუ თეორიული ცოდნა არ არის, რომელიც პრაქტიკულ ჩემ ცხოვრებაში გავლენას ახდენს. აი ეს არის ზუსტად ის წინასწარმეტყველური სიტყვა, რაზეც საუბრობს და მოგვეცა ხუცესთა ხელდასხმით, ანუ სამღვდელო ხელდასხმით. პირდაპირ გაგებით რა თქმა უნდა მღვდელს ეკუთვნის, მაგრამ არაპირდაპირ გაგებით მირონცხება. ეს არის სამღვდელო ხელდასხმის მეოთხე ყველაზე დაბალი საფეხური, იმიტომ რომ ძველად სანამ გარეგანი ფორმა მირონცხებით იქნებოდა, ხელსადებდნენ ეპისკოპოსები თითოეულ ადამიანს ნათლობის მერე ხელდასხმა ხდებოდა. ანუ ფაქტობრივად ყველა ადამიანი ხელდასხმის უწყვეტ ჯაჭვს ატარებს და საქმე მოციქულთაში კარგად ჩანს, ნათლობა ცალკეა, ხელდასხმა ცალკეა. დღესაც ასია, ნათლობა ცალკეა, ნუ ერთად სრულდება, მაგრამ ცალკეა, მირონცხება ცალკეა. აი მირონცხებულები, ანუ ყველანი ხელდასხმულები ვარ და ამით მივიღეთ ჩვენ ნიჭები და რომელიც ჯერ არ არის რეალიზებული და თუ ის რეალიზდება და ეს ჩვენზეა დამოკიდებული შრომა და ღვაწლი, როგორც აგიკითხეთ, მაშინ ის იწყებს რეალიზებას. ამაზე იზრუნე და ამაზე იდექი, ანუ ამაზე იზრუნე, ამაზე იდექი ნიშნავს, რომ იზრუნე და ამით იცხოვრე და ეს იყოს შენი მთავარი საქმე. არა მარტო შენთვის და რაც თავში გითხარით, ეკლესიის აღშენებლობა, რათა ყველასთვის ცხადი იყოს შენი წარმატება. ანუ თითოეული ჩვენგანის პასუხისგებლობა არის
გამფენილი მთელს ეკლესიაზე და ეკლესიის იქითაც, რომ ისინი ეკლესიაში შემოვიდნენ. რა წარმატება გვაქვს? ჩვენ ქრისტესნი ვართ, ჩვენ ქრისტიანები ვართ. და ეს დასტურდება იმით, რომ ერთმანეთი გვიყვართ და იმით, რომ ჩვენი სიტყვა ცოცხალია და ადამიანის გულებზე მოქმედებს. გაუფრთხილდით თავს, როგორც ქრისტიანი, წვენა არ დაკარგო, ამას ნიშნავს და მოძღვრებას. კვლავ საუბარია აი ამ ერთობაზე. ჩვენი ცხოვრებით უნდა ვადასტურებდით, რომ ქრისტესნი ვართ და ამას უერთგულე, კიდევ აი პირადი პასუხისგებლობა. რადგანაც ასე მოგცევით, შენ თავსაც იხსნი, შენ თავსაც აცხუნებ და შენს სმენელთაც. ეუბნება ტიმოთეს, მაგრამ ეს თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის. აი ეს არის კიდევ ერთხელ ეკლესიის მიერ შეხსენება იმისა, თუ რას ნიშნავს იყო ქრისტიანი, რა პასუხისგებლობით ვართ დატვირთული, როგორ უნდა ვიცხოვროთ. თუ ადამიანი ასე ცდილობს, ადამიანის გულს უფრო მეტად ეხება ღმერთი და ადამიანი უფრო მეტად ამ ცხოვრებაშივე ხდება მცნობელი და გამცდელი ცოცხალი ღმერთისა, შესაბამისად მეტად სიხარულით აღსავსე და მეტად ბედნიერი. შეგვეწიოს უფალი ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.